ამას უყურეთ. საწევს და როგორ ნებიურობს. მწვანე თვალება. მოსიყვარელი ხარ. ავა მოვიმზადოთ თქვენთან ერთად და თან მივირთმე ყოველსთან დაგელაპარაკებით. ეხლა აღარად უხდება. დაწერეთ აბა კომენტარებში, ვის როგორი ყავა გიყვართ. ნალექიანს მივირთმევთ თუ უნალექოს. ჩვენი ნალექიანი ყავა. მივირთვათ, თან გაგესაუბრებით. ყველას მოგესალმებით, როგორ ხართ? გამოჩდი როგორც იქნა 5 დღის შემდეგ. მომენატრეთ ძალიან. ახლა არის ჩემთან დილის 9 საათი. და როგორც იქნა, ავიღე ტელეფონი ხელში და დავიწყე ბლოგის გადაღება. ხო, ჩემი ახალი იმიჯით მოვედი, როგორც უკვე იცით, ჩემი პოსტიდან. თმა შევიღება, ეხლა ავიწიე, იმიტომ რომ ცხელა თან საჭმელი დავიწყო. მომენატრეთ ძალიან. მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და სითბოთი. როგორც უკვე გითხარით, 7-ში მქონდა დაბადების დღე და ვიყავი გასული. შაბათი დღე ავიღე კვირის ნაცვლად და ძალიან კარგი დრო გავატარე. ასე რომ ვთქვათ, ვიყავი ჩემს დაქალთან, ჩემს მეგობართან, ჩემს იგივე დასთან, რა ვიცი. ეკასთან ერთად, ეკუნასთან, რომელსაც ვითომ წლებია და მოვდივართ საქართველოდან, თბილისში გავიცანი, ჩემი თანამშრომელი იყო. ეკუნა, აქედან მოგიკითხავ ძვირფასო, ვიცი რომ მიყურებ. დიდი სიყვარულით და სითბოთ მოგიკითხავ, ძალიან მიყვარხარ, ხო იცი? ეკოცნი ბევრს. მომიტანა საჩუქარი, რომელსაც ამ საჩუქარს არ ველოდებოდი ყოველ შემთხვევაში. მომიტანა ისეთი საჭირო რაღაც, რაც მომავალი იუთუბერს გამოადგება, ესე რომ ვთქვათ, ჩაგიგდებთ ვლოგში, რაც მაჩუქა, ჩემმა გოგო. ძალიან კარგი დრო გავატარე, მოკლედ, ლამაზი დღე იყო ჩემთვის. ბევრი ვიჭორავეთ, ყავა მივირთვით, ტკბილიც მივირთვით, ტკბილეულს მე დიდად არ ვჭამთ, მაგრამ მაგ დღეს დაუშვი და შევჭამე ნახევარი. მერე გავისეირნეთ პარკში, სურათებიც გადავიღეთ, ჩაგიგდებთ მაგასაც ვლოგში. მოკლედ ესე რომ ვთქვათ, ძალიან კარგი დრო გავატარე. როგორც უკვე გითხარით, არ მინდოდა რაღაც ისეთის დიდის გადახდა თან, ჩემი გოგოებიც ახლა უმეტესობა არის საქართველოში და ბევრი არ მყავს აქ მეგობარი და მინდოდა რაღაც ესე ჩვენთვის, ჩემთვის თბილ გარემოში ჩემი დაბადების დღის გატარება. ძალიან კარგი იყო, ძალიან მადლობელი ვარ ამ დღის და მადლობა საჩუქრისთვის, ჩემო გოგო. მართლაც რომ საჭირო საჩუქარია, უბრალოდ ერთი ის არის, რომ ვერ დავუმოყამე, ვერ ავაწყვე
რომ მოვიტანე ვეცადე რომ ამიწყო შტატივი თავისი განათებით, მაგრამ მაგის ნერვები აღარ მქონდა და შევინახე და მას შემდეგ უკვე ესეთი დღეები მაქვს, რომ სიმართლე გითხრათ, არც მეცალა მაგისთვის, მაგრამ არა უშავს ავაწყობ და გამოვიყენებ აუცილებლად. მადლობა კიდევ ერთხელ შენ. ძალიან მიყვარხარ და ძალიან გაფასებ, იცი შენ. ვერ მოვედი ეს დღეები ჩემო კარგებო, იმიტომ რომ ჯერ ერთი თითი დავიწყვი, საშინლად მქონდა. მესამე დღეს თუ მეორე დღეს აღარ მახსოვს, სანამ მოვიდოდი, თითი მოვიყოლე კარებში და ძალიან მწარედ მტკიოდა. ეს გასაღებისადაც უნდა შეუყარო, ნუ როგორ თქვა. იქ მოვიყოლე ეს ჩემი თითი, აი ეს, ეხა არა უშავს. და ესეთი დღეები გამოვიარე, საკმაოდ მტკიოდა. მერე ბებო ისევ რაღაც ვერ იყო ხასიათზე, კარგად ვერ იყო. კაცრავად. ხო. როგორ მოხდა ჩემი იმიჯი? ახლა აქ იმდენად არ ჩანს. რა ვიცი, მე ძალიან მომწონს. ახლა აწეული მაქვს თმა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ცხელა მე ძალიან მომწონს. მე სხვათა შორის ადრე, სულ პირველად რო ვიყავი საბერძნეთში ჩამოსული 2010 წლის მაისიდან, სადღაც 6 წლამდე მქონდა, უბრალოდ ვიყავი სულ ქერათმაში, ან მქონდა მედირება. მე თმას ძალიან იშვიათად ვისწორებ. ეხლა ჩემი დაბადების დღისთვის რომ შევიღებე მითხრა იმ გოგომ, ანუ ვინ შემხება რომ გაგისწორება, მაგრამ მე უარი ვუთხარი, იმიტომ რომ მე ისინი გავიკეთე, რა ქვია, ხვეულები, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ მალევე დამეშალა, მე საერთოდ რო ვიხვევ ხოლმე თმას, მალევე მეშლება. მაგრამ ჩემი ბუნებრივი თმა არის ტალღოვანი, ანუ ბოლოებში მეხვევა. და ესე რომ თქვა არ ვისწორებ ხშირად, ფენსაც არ ვხმარობ, არ ვიყენებ უბრალოდ ფენს, არასდროს არ ვიყენებ. არც კი მაქვს სპეციალურად არ ვიყიდე. იმიტომ რომ ბუნებრივად ვიშრობ მე ყოველთვის თმას. რავი, მე მომწონს ძალიან. თქვენ რა სიტყვით დამეწერეთ კომენტარებში, აბა. ოღონდ სიმართლე დამეწერეთ, ხა თუ სიტყვაზე არ მოგწონთ და თქვენი თვალით არ არის ისეთი და შავი უფრო მიხდებოდა, ეგეც დამეწერეთ. ტყუილად არ დამეწერეთ. შავიც მიხდება, სიმართლე რომ თქვა, მაგრამ ისეთია რა, შავი ფერი დამღლელია ჩემო კარგებო, მით უმეტეს თუ რეგულარულად არ დადიხარ სალონში და იქ არ იღებავ, შენით როცა იღებავ სალონის გარდა, ნუ სახლში, შავი თმა არის, რავი, ჩემთვის ძალიან რთული იყო შავი თმის ღიბვა, დაბანვა და ასე შემდეგ. მოკლედ, სხვა ესეთი რა ვიცი, რა გითხრათ. აი ხა ბებოს გოგო იყო მოსული, ეხლა არა, სადღაც 7 საათზე მოვიდა და მე როგორც ყოველთვის მისი მოსვლის დროს გარეთ გავდივარ ხოლმე. დღეს გრილი ამიდი გვაქვს, ყოველ შემთხვევაში საღამოს გრილა, მაგრამ ეს 3-4 დღე არის საშინელი სიცხეები საბერძნეთში. თქვენთან როგორი ამიდია, ვინსად ხარ, დამეწერეთ კომენტარები, ძალიან მაინტერესებს თუ ცხელა თქვენთან, თქვენსკენ და ვინც საზღვარგარეთ ხართ, არ აქვს მნიშვნელობა საბერძნეთში ვიცი უკვე როგორი ამიდებიც არის, იტალიაში იქნება თუ სადაც ხართ, დამეწერეთ ყველამ ვინსად იმყოფებით და როგორი ამიდები გაქვთ ეს დღეები, მაინტერესებს ძალიან. თბილისში ვიცი რომ ცხელა გავიგე დღეს, იქიდან საქართველოში ვეკავ რა თქმა უნდა ჩემ გოგოებთან, ძირითადად დავჭორავთ ხოლმე. ასე რომ ვიცი თბილისში რა ხდება. ყველას გესურვებთ ბედნიერებას, აი
ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, ვინც მომილოცეთ დაბადების დღე მართლა ჩემკარგებო. აქაც მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ ყველას უკლებლივ, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან გამიხარდა თქვენი კომენტარები, თქვენი მოლოცვები და მეც იგივეს გისურვებთ, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, ყველაფერს ლამაზ გისურვებთ ცხოვრებაში და ვინმეს თუ დაბადების დღე ქონდათ 7-ში ან 8-ში რა მნიშვნელობა აქვს, ან თუნდაც დღეს გაქვთ, ყველას გილოცავთ და გისურვებთ ქალურ ბედნიერებას, რასაც ქვია. ძალიან მიყვარხართ, ყველა კარგი ადამიანი გაფასებთ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა მეთქვა, რო არ დამამწყდეს. ძალიან გთხოვთ, ეხლა 478 ვართ, ეხლა რომ ნახე ბოლოს, ძალიან გთხოვთ უცებ ამიყვანეთ 500 გამომწერზე და მე ყოველ მეორე დღეს დავდებ vlogs, ოღონდ 500 გამომწერზე თუ აქვთ. ძალიან გთხოვთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ მეც ხშირად გადავიღო ხოლმე vlogები. და კიდევ რა მაინტერესებს, იცი, თქვენი აზრი მაინტერესებს უფასება ერთი წუთით, აი მე ხელი დამეღალა. თქვენი აზრი მაინტერესებს და ეს რაღაც უნდა გითხოთ და დამწერეთ კომენტარებში, გაინტერესებთ თუ არა, გინდათ თუ არა. მე გადავწყვიტე, რომ ჩემი vlogები გავხადო უფრო საინტერესო, იმ ხრივ, რომ სასარგებლო რჩევები გაგიზიაროთ ხოლმე. რა თქმა უნდა, რაც მე მექნება დატესტილი, ასე რომ ვთქვათ, მე მექნება გამოცდილი, თუ გაინტერესებთ, რომ გადავიღო ხოლმე ესეთი vlogები, რა თქმა უნდა, შიგადაშიგ იქნება ისევე ქუჩის vlogებიც, საჭმელსაც, ანუ გაგიზიარებთ, გადავიღებ და იმებს გაგიზიარებთ, რა თქმა უნდა, ისევე და მაინტერესებს ესეთი ვიდეოებიც გადავიღო, აი მაგალითად თმის შესახებ. მაგალითად, აი ცხიმიანი თმისთვის რა არის კარგი და პირიქით მშრალი თმისთვის რა არის კარგი. ანუ მიხვდით რის თმას მინდა. სასარგებლო რჩევები, არა მარტო თმაზე, რა თქმა უნდა. უკაცრავად პირი გამიშრა. ეხლა ყავა მოვიტანე. აი და უნდა მივერთვა. ცოტა ხანი დავაცად რომ გაცივდეს. ხო და დამეწერეთ კომენტარებში, მე მგონი საინტერესო იქნება სასარგებლო რჩევების გაზიარება, ისეთის რაც ჩემ თავზე მაქვს დატესტილი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და რა ვიცი, მე მგონი კარგი აზრია. მოკლედ ახლა წავალ დაგემშვიდობებით, ამას აგიტვირთავთ, ის რაღაცები მაქვს კიდევ გადაღებული და იმასაც შეგისვამთ vlogებში. ბედნიერ საღამოს გისურვებთ, ახლა ხდება ჩემთან 9 საათი, 9 საათი სრულდება და ყველას გისურვებთ პოზიტიურ საღამოს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, ყველაფერს კარგს. გიორგის vlogi იცით ყველა. მოგიკითხავთ აქედან გიო, მოგიკითხავთ ჩემო ძმაო, ვიცი რომ უყურებთ ჩემ არხს და ვიცი რომ ვერადეიდა, ვიცი რომ გაგიხარდება ჩემი დანახვა, იმიტომ რომ წერთ ხოლმე ძალიან თბილად და მეც რა თქმა უნდა ძალიან თბილად გპასუხობთ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარხართ და ძალიან გაფასებთ, დედასავით მიყვარხართ, იცი შენეკ. მოგიკითხოთ აქედან დიდი სიყვარულით და გისურვებთ ყველაფერს კარგს და ლამაზს, მიყვარხართ და მეიმედებით. თქვენ ხართ ჩემი ოჯახი და ღმერთს მადლობა რომ გაგიცანით, მართლა ძალიან თვითფასები ხართ ჩემთვის, მოგიკითხოთ აქედან. კიდევ ერთხელ და ყველაფერს კარგს და ლამაზს გისურვებთ, ბედნიერები ყოფილიყავით, ჯანმრთელები ყოფილიყავით და რაც მე ვერ დაგლოცოთ, რა ვიცი, მაღალმა ღმერთმა დაგლოცოთ ყოველდღიურად. პოზიტივს გიგზავნით აქედან, სითბოს გიგზავნით და დიდ სიყვარულს. ეხლა დაგემშვიდობებით ყველას ჩემო-კარგებო. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ძალიან დიდი მადლობა გამოწერებისთვის, თბილი სიტყვებისთვის, დაბადების დღის მოლოცვისთვის. გაგკოცეთ ბევრი და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. დროებით. მოკლედ ეს არის ჩემი გოგოს საჩუქარი.
ჩემმა დაქალ მაჩუქა დღეს დაბადების დღეზე ჩემ დაბადების დღე მომილოცა მოკლედ აი ეს არის და ერთი სული მაქვს გავხსნა მითხრა რომ შენ რადგან იუთუბერობა გადაწყვიტე და შენი არხიც უკვე გაგვსო აი ესეთი რაღაც გაჩუქეო ეხლა გავხსნათ ერთად და ვნახოთ აბა რა არის უпроსტოდ ვიცით რა არის მაგრამ შავი ფერი ეხლა ეს როგორ ავაწყო დამეხმარე თვინმე